დღეს ექიმებში საახალწლო სუფრების მძიმე შედეგებს ვებხვით. ვინ გვეტყვის საუკეთესო შევებს თუ არა ქვეყნის მთავარი ექიმი? გაიგეთ, რამდენია თქვენთვის სასარგებლო ალკოჰოლური დოზა? მე ყველაზე კარგი აქსესუარი მაქვს. ეს გემოვნების საკითხია, თუმცა ჯამური რაოდენობა, უსაფრთხო რაოდენობა არის 12-დან 20 ერთეულამდე კვირაში. ახლოს გაიცანით 3 ვეშაპი, რომლებიც ნაბახუზებზე თქვენს სიმშვიდეს არღვევენ. ოპა! მე რომელი ვეშაპი კაცოხეთ ყველაზე მეტად. მე უფრო მეორე სხვათა შორის. გაიგეთ, რომელი სასმელი და რომელი საკვები დაგეხმარებათ გამოზარხოშებაში. ექიმების მასტერკლასი ალკოჰოლის თემაზე იწყება. გაგვიმარჯვეს. ახალ წელს ეს არის 2015 წლის პირველი ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თქვენთვის მეტად საინტერესო სამედიცინო თემებზე. დღეს 4 იანვარია და ეს იმას ნიშნავს, რომ სრულიად საქართველოს გადაიტანა 4 უმძიმესი დღე, რომელიც დატვირთული იყო ალკოჰოლით, ნიგვზიანი საკვებით, ტკბილეულით და ასე შემდეგ. გამოიარა 4 დღე, მაგრამ წინ არის დარჩენილი კიდევ 10 დღე, რომელიც არანაკლებ მძიმე იქნება საახალწლო სუფრიდან გამომდინარე. ყველაფერი წინ არის ჯერ კიდევ. ჩვენ ვიცით როგორი რთულია ამდენ ალკოჰოლთან და საკვებთან გამკლავება, მაგრამ გამოსავალი მე მგონი მაინც ყველა სიტუაციაში არსებობს. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს ყველაზე კარგი დღეა იმისთვის, რომ მოგცეთ რჩევები თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ ნაბახუსებს და როგორ ავიცილოთ თავიდან სმა-ჭამით გამოწვეული პრობლემები. მოკლედ, თუ საახალწლო სუფრებისგან უკვე ცუდად ხართ, თავით ტკივათ, პირი გიშრებათ, მუცელში სიმძიმეს გზნობთ და გონიათ, რომ ეს ქვეყნის დასასრულია, მაშინ უყურეთ დღევანდელ ექიმებს და თქვენ გადარჩევით. ვისაც გადარჩენა არ გჭირდებათ, თქვენს ყურადღებით მოგვისმინეთ, იმიტომ რომ თქვენს გარშემო უამრავი ადამიანი აღმოჩნდება, ვინც გადასარჩენი იქნება, ასე რომ გვიყურეთ და გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები. მართლაც უმძიმესი დღეები გამოიდარა ქალაქმა სმა-ჭამის თვალსაზრისით. ეს ჩვენ ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს. ნაბახუსებზე ძირითადი პრობლემები რაც არის თავისტკიველი და გაღვიძების სირთულე, ანუ არ არის სურვილი რომ ადგეს აწავლიდან. ჩემი ბრძოლის ხალხი არის დაძინება, რაც უფრო დიდი ხანი გეძინება, მით უფრო ნაკლებად რთული იქნება შემდეგ ადგომა. უბრალოდ გამოდივარ მდგომარეობიდან, თუ კაი პირობები არის და ახლა უფრო მეტად ხაში და არაკით. თავი როგორც ყველას ალბათ გასკდომაზე მაქვს, მტკივა და ამ შემთხვევაში ალბათ ყველაზე კარგი არის, მინერალური წყლები მაინც გამოვარჩევდი, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეგვშველის. აი დილით რო ვიღვიძებ იმენა, აი თავის ტკივილი მაღვიძებს ასეთშია და აი ლოგინდან ვერ ვდგები ხოლმე რა. თუ ერთი ნაბეღლავი არ დავლიე, იმენა 1 ლიტრა, მანამდე ვერ გამოფხიზდები რა. პახმელიაზე გამოდივარ იმით რითაც შევედი. ღვინით ან კონიაკით. თუ მაქვს რაღაც სხვა პირობებიც არ მიშლის პახმელია ხელს და თუ არა მაქვს შეიძლება არც დავლიო. ან დავლიო ისე, კაროჩე რა, არ მაქვს პრობლემა არაფერი. როცავიდა დავლე, როცავი დავდგები, როცავი და დავწოვი. უფრო ცივი წყლები, რაღაც ნაბეღლავ ეგეთ რაღაცებით გამოდივართ ხოლმე. ნაბახუსების გამარება ალბათ ბევრმა იცის რა არის და როგორია. და ჩემი აქედან გამოსავალი, რაც მე პირადად შველის, გაზიანი ტკბილი სასმელი. მთელი წერილო სვათ. ნაბახუსები არ გექნებათ. და აი რა დღეშია ქალაქი. თქვენ რაღაც კარგად გამოიყურებით. როგორ ჩაიარა ახალმა წელმა? შენ თვლი რომ მე კარგად გამოვიყურები, ხა? დიდი მადლობა, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ. ისე მინდა გითხრა რომ მე ალბათ კარგად გამოიყურები, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 4 დღეა თამადობა არ ამცდა არც ერთხელ. მე ალკოჰოლისგან დიდი ზარალი არ მიმიღია, მაგრამ მე მგონი სმა-ჭამისგან ცოტა არ იყო ზედმეტი კილოგრამებიც კი დავიწყე რომ შემერგოს და იმედია ისე ჩაივლის ეს ყველაფერი რომ საჩუქრად არ დამრჩება. მოკლედ, რადგან ყველანი კარგად ვართ და ჩვენსავით კარგად არის კიდევ მთელი ერი, ამიტომ დროა გამოსავალი ვიპოვნოთ და ვინ გვეტყვის საუკეთესო შევებს თუ არა ქვეყნის მთავარი ექიმი,
მაშასე ჩვენთან სტუმრად არის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო. გამარჯობა ბატონო დავით. თქვენ ბრძანდებით ჩვენი მეკვლე 2015 წლის პირველ გადაცემაში. ძალიან გვიხარია რომ მობრძანდით. საერთოდ ყოველთვის წყალს ვთავაზობთ ხოლმე ჩვენ სტუმრებს, მაგრამ დღეს ახალი წელია და შესაბამისად მოდით მივირთვათ ღვინო და გვითხარით ამ სასმისით რა უნდა ქნას ერმაც და ჩვენც რომ თავი ვიგზნოთ კარგად ახალ 2015 წელს. პირველ რიგში გილოცავ თუ ლოცავ მთელ საქართველოს ახალ წელს წარმატებები, ჯანმრთელობა და ბედნიერება. ჩვენს ექიმებს ხო რუსურებთ რამეს ბატონო. კარგად ყოფ ექიმებს თორე მე სურვილი ვეღარ მიშველის. ესეა საქმე. წარმატებული ადამიანები ხართ, რაც ძალიან მიხარია და კიდევ უფრო მეტ წარმატებას გისურვებთ. გაიხარეთ. გაგვიმარჯოს და გაგვიმარჯოს. კიდევ ბევრი წარმატებები ჩვენ ქვეყანას 2015 წელს. ბატონ დავით, გიწევთ ხოლმე დალევა, ამიტომ რომ ეს სიტყვა ჩემი აზრით ძალიან უნიკალურია, ამიტომ რომ მე მიწევს დალევა, ამიტომ არასოდეს არ მინდა ვითომ წესით. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ტრადიციული არის, ღვინის ქვეყანა არის, ღვინის სამშობლოა საქართველო და რა თქმა უნდა, მეც არ ვარ გამონაკლისი და ასე ვთქვათ, მიწევს ხოლმე. წებს დალევა მოკლედ გავაკეთე. ბატონ დავით, აი ესეთ ინვენტარს თუ იყენებთ ხოლმე, თუ გიწევთ ხოლმე ასეთ ინვენტარის გამოყენება. რაღა დაგიმალოთ და კი გამომიყენებდი. მე ბევრად საინტერესო აქსესუარი მაქვს, რომელიც ასევე გამოსადეგია. აი მაგალითად. ბატონ დავით, თუ იცნობთ ამას? ხო, სხვათა შორის არ ისე მოხდა რომ არ გამომიყენებია არასოდეს. მე მგონი უნიკალური შანსი გაქვს ბატონ დავით. აბა ამით ვიზდაულევია ღვინო. ეს არის ყველა სახლში მოიპოვება ვაზა. ვაზა მომაწოდეთ აროდან და მე რეიწყება ამაში გაუთავებელი რაოდენობით ღვინის ჩასხმა და მიირთმევა. მე ყველაზე კარგი აქსესუარი მაქვს. ყველაზე კარგი აქსესუარი. გავიხადო. აუცილებლად. სადაც ძალით გაგხდით ახლა. რას აკეთებ ნინო? ისე შეხშორის ნინო. როცა მათხოვე ძალიან თქო მათხოვეთ ეს აქსესუარი აქვს. როდესაც ამის გამოყენებას გადაწყვეტენ ხოლმე. გარკვეულ არ დაღუპო. ადგილებში, როდესაც ამის გამოყენებას გადაწყვეტენ ხოლმე, ესე მორჩილად არავინ არ ელოდება, როდის გაიხდის. ეტაკებიან ამხალ და გააძრობენ ხოლმე ეგრევე ფეხი. დღესაც არა ერთი სოვს აი ამ განსხვავებული სასმისით რაღაც საფრთხეზელობს. ეხლა ჩაისწრო გაცივდები. ბატონ დავით, თქვენ რას შეხვედრი ხართ ისე ყველაზე უცნაურს ხსმასთან დაკავშირებით? ნუ 90-იანებში მოგეხსენებათ რა წლები იყო და იქ უფრო ლამპის შუშა, ორმაგი მიდგომით, ორნაირი მიდგომით ზევიდან და ნაკადის რეგულირებით. ყოფილა რა თქმა უნდა. ნაკადის რეგულირებით ლამპის შუშა ძალიან მაგარი. ამ განსხვავებულ სასმისებთან დაკავშირებით ინფორმაცია მენდაკლებად ხალხს აქვს, მაგრამ გაცილებით ნაკლებია ხალხში ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არის ალკოჰოლის სტანდარტული დოზა. ის დოზა, რომელიც შეგვერგება და არანაირ უკუჩვენებას და არანაირ ცუდ შედეგებს არ მოიტანს ორგანიზმში. ვასიამოვნებს, მანდაც განვასხვაოთ. შევირგებთ და ვისიამოვნებთ. შევირგებთ და ვისიამოვნებთ. სანამ ალკოჰოლის დოზირებაზე ვისაუბრეთ, მოდით მაყურებელს ძალიან მოკლედ აუხსნათ, თუ რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა ალკოჰოლს იღებს. ალკოჰოლი საკმაოდ სწრაფად გადადის და აითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ, ის პირველად კუჭში ჩადის, იქ დაახლოებით 20% იწოვება ალკოჰოლის, შემდგომში გადადის ნაწლავში, სადაც დანარჩენი 80% გაიწოვება, მას შემდეგ რაც სისხლში გადადის ეს ალკოჰოლი, მას გული გადატვირთავს მთელს ორგანიზმში და მიაწოდებს როგორც თავის ტვინს, ისე ზურგის ტვინს. აი, როდესაც თავის ტვინში მოხდება ალკოჰოლი, სწორედ აქ იწყება მთელი ის რიგი სიურპრიზები, რაც ალკოჰოლურ თრობას ახლავს თავს. ეს არის კოორდინაციის დარღვევა, ემოციების კონტროლირების უნარის დაკარგვა, ასევე მისი წონასწორობის დაკარგვა, სხვადასხვა მეხსიერების კონტროლის მოშლა და ასე შემდეგ. ანუ მაგას ერთი სიტყვით რო თქვა, თრობა ქვია. მაგას ერთი სიტყვით ქვია თრობა. მართლა ცოტა მიცი საერთოდ რომ არსებობს ასეთი ტერმინი ალკოჰოლის დოზა და ეს დოზა ყველა სხვადასხვა სასმელისთვის არის განსხვავებული. რადგან ყველა სასმელში ალკოჰოლის შემცველობა არის აბსოლუტურად სხვადასხვა. მოდით უფრო გასაგებად რო ახსნათ ეს ყველაფერი, მე გადავინაცვლებ მაგიდასთან, სადაც აგიხსნით ამ დოზებთან დაკავშირებით. წამომყევი. ეს გვაქვს ძალიან კარგი გადაცემა და რაც ეს პროექტი დაიწყო, 5 თვეა ველოდები ამ გადაცემას, როდის ვილაპარაკებთ ალკოჰოლზე. და აი დადგა ეს დღეც. მოკლედ, ალკოჰოლის სტანდარტული დოზა განისაზღვრება შემდეგნაირად. ნებისმიერი რაოდენობის სასმელში თუ არის 14 გრამის სუფთა ალკოჰოლის შემცველობა, ეს არის ერთი სტანდარტული დოზა ალკოჰოლური სასმელი. აქ ჩამომწკრივებული სასმელები ყველა შეიცავს მეტნაკლები რაოდენობის ალკოჰოლს, ლუდი ყველაზე ნაკლებს და სპირტიანი სასმელები უფრო მეტს, მაგალითად ვისკი.
ამიტომ ლუდი შეგიძლია რაოდენობრივად ცოტა უფრო მეტი ვიდრე ვისკი. მოდი დავიწყოთ ლუდით, რადგან ლუდი არ არის ძალიან ალკოჰოლური სასმელი, ესე იგი შეგვიძლია ეს თავისუფლად და მშვიდად დავლიოთ 330 მილილიტრი. დაახლოებით ჩამოგვისხი თუ შეიძლება ლევან, რადგან ეს არის ზუსტად ის ერთი სტანდარტული დოზა. გაჩერება, მაგრამ დაახლოებით აი ეს სასმელის და ზუსტად აი ეს რაოდენობა, რომელიც შეიცავს 14 გრამ ალკოჰოლს. ანუ ეს არის ის რაოდენობა, რომელიც თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ, რომლის გაწოვა და გადამუშავება ორგანიზმს არ გაუჭირდება. დაახლოებით 1 საათში ეს ალკოჰოლი მონელებული იქნება და თუ პატრული გაგაჩერებთ ალკოტესტის ჩაბარებაც არ გაგიჭირდება, თამამად შეგიძლიათ ჩაბეროთ ალკოტესტის აპარატში. ანუ კიდევ ერთხელ რო ვთქვათ, ეს რაოდენობა ლუდი 330 მილილიტრი არის სტანდარტული დოზა, რომლის მიღებაც შეგვიძლია ყოველგვარი სინდისის კენჭნის გარეშე. სინდისის კენჭნა ცოტა უფრო მეტის მიღების დროსაც არ მაქვს ხოლმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თრობა ნამდვილად არ იქნება. შემდეგი სასმელი რაც გვაქვს წარმოდგენილი, ეს არის ღვინო. ღვინოში ალკოჰოლის შემცველობა დაახლოებით 2-ჯერ მეტია ვიდრე ლუდში, ამიტომ მისი მიღება შეგვიძლია ლუდზე 2-ჯერ ნაკლები მოცულობით, ანუ დაახლოებით 150 მილილიტრი რაოდენობის ღვინო შეგვიძლია მივირთვათ. ასევე არის წითელი ღვინოც, რომელიც დაახლოებით იგივე დოზით შეიცავს ალკოჰოლს, ანუ მასში 12%-ია და შეგვიძლია ესეც დავლიოთ 150 მილილიტრი, აი დაახლოებით აი ამდენი. აქ გვაქვს შუშხუნა ღვინო, რომელსაც დათო გახსნის და თან შეეცდება ისე გახსნას, რომ არავინ დააზიანოს. შენ როგორ გიყვარს რომ გავხსნა, ხმით თუ უხმოთ? ხმით ახალი წელია და ხმა უნდა კონდეს, აბა მთავარია სათვალეში არ მომართა. აი, დღესაც გადარჩი პირობას გაძლევ. რამდენი შეგვიძლია მივირთვათ? ესეც შეგვიძლია მივირთვა 150 მილილიტრი, იმიტომ რომ შუშხუნა ღვინოსაც დაახლოებით იგივე აქვს ალკოჰოლის შემცველობა. ანუ დაახლოებით აი ამდენი. მაგრამ აქ უკვე მინდა საქმეში ჩავრთო უკვე შედარებით მძიმე არტილერია და ჩემი საყვარელი სეგმენტი, რომელიც გახლავთ არაყი, კონიაკი, ანუ მაღალი სპირტების შემცველობის. მათი ალკოჰოლური შემცველობა ძალიან მაღალია, ამიტომ თითოეული სტანდარტული დოზა იქნება, აბა თუ გამოიცნობ რამდენი. ნუ ალბათ 50 მილილიტრი, 25. ნუ ეხა აირჩიე რა კოდე შენ. 30. ჩამოაცხი და გვაჩვენე ბოლოს და ბოლოს რამდენია. და გაჩვენებთ რამდენია. აი მაგალითად ჩვენი საყვარელი შემთხვევაში ეს გახლავთ 30-დან 40 მილilitrამდე დაახლოებით აი ამ დოზით. აი ასევე კონიაკთან შემიძლია გითხრათ იგივე 40 დაახლოებით 30-40 მილილიტრი კონიაკის და ასევე ვისკის იგივე რაოდენობა მოგვიწევს. რაოდენობა ალკოჰოლს შეიცავს. აი ეს დოზაა ზუსტად ის, რაც შეიცავს 14 გრამ ალკოჰოლს, რომლის მიღებაც შეგვიძლია ისე რომ უსაფრთხოდ ითვლება ადამიანის ორგანიზმში. ჯანმრთელობისთვის ითვლება უსაფრთხოდ. ესე გავიგეთ რა არის ალკოჰოლის სტანდარტული დოზა, თვალით შეგიძლიათ დაიმახსოვროთ. ეს არის 330 მილილიტრი დაახლოებით ლუდი, ღვინო და შუშხუნა ღვინო დაახლოებით 150 მილილიტრი და სპირტიანი სასმელები, როგორც დათომ გითხრა, 30-40 მილილიტრი. ეს არის ალკოჰოლის სტანდარტული დოზა, რომლის მიღებაც ორგანიზმისთვის არ წარმოადგენს დიდ პრობლემას და ეს რაოდენობის ალკოჰოლი და სასმელი მონელებული იქნება თავისუფლად ყოველგვარი მძიმე შედეგების გარეშე. და ალკოტესტისაც არ შეგვეშინდება ამ შემთხვევაში. გასაგებია ლევან, მაგრამ დღეს ამბობდი რომ 1 საათში საკმარისია 1 საათი იმისთვის რომ ანუ ამის მოქმედება გავიდეს ლუდის. ანუ მე შემიძლია ყოველ საათში აი ამდენი კონიაკი დავლიო? მოდი ეს ბატონ დავით ვკითხოთ. ბატონ დავით, გვირჩიეთ რა. ეს გემოვნების საკითხია, თუმცა ჯამური რაოდენობა, უსაფრთხო რაოდენობა არის 12-დან 20 ერთეულამდე კვირაში. დღეზე გადანაწილებით ეს გამოდის 2-3, ნუ ჭიქა ვთქვათ ესე მარტივად დღეში და ალბათ გეხსოვებათ რომ ხშირად გაგვიგია ყოველას რომ აი ჩვენი წინაპრები ყოველ დღე 2-3 ჭიქას სვამდნენ და ცხოვრობდნენ ჯანმრთელად. ეს მეცნიერულად დადასტურებულად ასე არის. თუ თქვენ ერთ დღეზე გადაეტან და საათში 1 ერთეულს დალევთ, ნუ ერთ დღეში ამოწურავთ კვირის ლიმიტს. დანარჩენი დღეები მოგიწევთ მძიმე შედეგებთან ბრძოლა ერთი დღის გადაწყვეტილების. ანუ შეგვიძლია თამამად მივცეთ რეკომენდაცია ჩვენს მაყურებლებს, რომ დღეში 2-3 ჭიქა ალკოჰოლი დასაშვებია. მადლობა დათო და ლევან, დატოვეთ ეს ბრწყინვალე მაგიდა და გავაგრძელოთ ჩვენი სამეცნიერო თემებზე საუბარი. მიჭირს, მაგრამ წამოდი დათო, წამოდი. რეკლამის შემდეგ თქვენ გაიცნობთ 3 ვეშაპს, რომლებიც ნაბახუსებზე იღვიძებენ. ოპა! და თქვენ რომელი ვეშაპი გაწუხეთ ყველაზე მეტად? მე უფრო მეორე სხვათა შორის. გაიგეთ რა შემთხვევაში აქვს ალკოჰოლს წამლის ეფექტი. ზოგიერთმა იცის ხოლმე რომ სანამ სუფრაზე მივა, ცოტა ხნით ადრე მაგარ სპირტიან სასმელს არ ჩაუფინოთ ხოლმე. ფოტო ტერმინოლოგია ძალიან საინტერესოა. კიდე გავახუროთ. ჩვენის რამეს ეს ჩაფენა თუ უფრო უარესებს მომარეობა.
გადაცემით რამოდენიმეჯერ უკვე ვახსენე და ვილაპარაკეთ ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ, განსაკუთრებით გადაჭარბებული დოზით მიღებული ალკოჰოლის შესახებ, მაგრამ როგორც ახლა ირკვევა, რაღაც დოზით, დასაშვები დოზით ალკოჰოლი მეტნაკლებად სასარგებლოც კი შეიძლება იყოს. ეს არის 2-3 ჭიქა, როგორც თქვენ ბრძანეთ ბატონ დავით. და ქალისთვის და მამაკაცისთვის თუ არის განსხვავება, ან რაიმე ორგანიზმის ინდივიდუალობაზე თუ არის ეს დოზირება დამოკიდებული? პირველ რიგში, აი, ხაზგასმულად უნდა ითქვას, რომ აღიარებულია და მიღებულია, რომ ალკოჰოლი შედის წამლის კატეგორიაში და არა საწამლავის. რაც ალსახად ნიშნავს, რომ მის, ასე ვთქვათ, ჯანსაღი დოზით მიღება სამკურნალო დადებით ეფექტებს იწვევს და ეს ჯანსაღი დოზა სწორედ ის არის, რაც მოგახსენეთ, ჯამური კვირაში 12-დან 20 ერთეულამდე, ხოლო დოზის გადაჭარბება, როგორც სხვა ნებისმიერ წამალზე, უკვე იწვევს მაღალ რისკებს, მათ შორის იშვიათ შემთხვევაში ფატალურ რისკებსაც. ცალსახად, ასე ვთქვათ, შევთანხმდეთ, რომ ალკოჰოლი არის წამალი, რომლის დოზირებული და გამოზომილი მიღება გამოკვეთილად გამაჯანსაღებელ ეფექტებს იწვევს ადამიანში. გამონაკლისი არის დაავადებები, რომლის დროსაც უბრალოდ ცალსახად არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. ძირითადად ეს არის ღვიძლის დაავადებები, რადგან ღვიძლის საშუალებით ხდება გამოდევნა, გამოყოფა ალკოჰოლის, არის გულ-სიზარდთა სისტემის დაავადებები, განსხვავებული არის ასაკობრივი ჭრილი ბავშვებში უბრალოდ ცალსახად მიუღებელია და მე თვითონ ხშირად მინახავს და გამიკიცხია ხოლმე, როცა თავის პატარა შვილს დაალევებენ და მშობლებს უხარიათ. ბავშვისთვის ერთი ყლუპი ღვინის დალევა არის იგივე რომ მოზრდილმა დალევოს დაუშვათ 2 ლიტრი. ასევე ხანდაზმულებში ეს 12-20 ერთეულის შედარებით მცირდება. იქაც შეიძლება მიღება და კარგიც არის თერაპიულ დოზაში, ოღონდ უფრო მცირე დოზით, ასე ვთქვათ. ორსულობის დროსაც მე მაგალითად აბსოლუტურად უკრძალავ ჩემს ორსულებს ალკოჰოლის მიღებას ნებისმიერი დოზით. ეს ცალსახად ორსულობის დროს უბრალოდ არც ერთი წვეთი არ უნდა დალევონ და რა თქმა უნდა განსხვავებაა ქალსა და მამაკაც შორის, რადგანაც ნივთიერებათა სულა განსხვავდება, ალკოჰოლისგან დაცვა განსხვავდება და ქალისათვის ბევრად ნაკლები არის, შეუდარებლად ნაკლები არის ის უსაფრთხო დოზა, რაც მამაკაცისთვის. მაყურებლისთვისაც ეს ძალიან კარგი ამბავია. შეგიძლიათ თავამად მიირთვათ აი დოზებით, რაც ბატონმა დავითმა გირჩიათ და ჩვენც ვეთანხმებით მას აბსოლუტურად 12-დან 20 ერთეულამდე ალკოჰოლი ერთი კვირის განმავლობაში. მინდა დარბაზს მიმართო, გთხოვთ მოიმარჯვოთ თქვენი ნიშნულები და გვითხრათ. მითია თუ რეალობა, რომ ალკოჰოლზე წყლის მიყოლება ამცირებს ალკოჰოლურ თრობას? ვა. დარბაზის თითქმის სრული უმრავლესობა თვლის, რომ ეს მითია, სინამდვილეში ეს რეალობაა. ოპა. ასე რომ შეგიძლიათ მიაყოლოთ წყალი ალკოჰოლს და ბატონო დავით, თუ შეიძლება გითხარით, გაგვიმარტეთ, რატო გვეხმარება წყალი ასე დროს? წყლის მიყოლება იმიტომ ამცირებს თრობის ხარისხს, რომ რაც უფრო კონცენტრირებულია ალკოჰოლი, მაგარი სასმელები, მაგალითად, მით უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს ის გვერდითი მოვლენები და ეს ნახევრად დაშლის პროდუქტების წარმოქმნა, ვიდრე განზავებულ ალკოჰოლში. ერთი და იგივე რაოდენობის სპირტის მიღება გაზავებული ფორმის შემთხვევაში, დაბალი კონცენტრაციის შემთხვევაში, უფრო ნაკლებ თრობას და ნაკლებ გვერდით მოვლენებს იწვევს. მე თქვენ ახლა ღვინო მირთვით წაყან, ახლა ბახმაროს წყალი შეგიძლიათ აყოლოთ. ბატონ დავით, კიდევ რა რჩევების მიცემა შეგვიძლია მაყურებლისთვის, რომ თავიდან აიცილოს ზღვარ გადასრული თრობას უფრაზე, როცა უწევთ დალევა. მე გამიგე მაგალითად კარაქს ჭამენ წინასწარ, რაღაც პროდუქტებს ხო არაშავს და რაღაც. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და რაღაც უნივერსალური რეცეპტები ამ საქმეში არ არსებობს, თუმცა არის ზოგადი მოცემულობები, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს მეტნაკლებად. მნიშვნელოვანი მომენტები არის მაგალითად, რომ დალევის დროს ერთი სახეობის სასმელი დალიონ და არა ურიონ სხვადასხვა სახეობის. ეს ძალიან პრინციპული რამე არის. ძალიან მნიშვნელოვანი არის კვების რეჟიმი. მოგეხსენებათ, კუჭი არ არის რაღაც ესეთი ყულაბა, სადაც დიდი ხნის განმავლობაში შეგვიძლია ვყაროთ საკვები. მას აქვს თავისი ციკლურობა და უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ ეს. თავიდან შეიძლება რომ მიირთვან სუყე ნოყიერი საკვები, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ბოსტნეული მიაყოლონ უჯრედისის გამო, ხორცში არ არის ეს უჯრედისი, დიახ. საკვებს რაც შეეხება გავიგეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სიგარეტიც უნდა ვახსენოთ აუცილებლად. დალევის დროს ძალიან უყვართ ხოლმე სიგარეტსაც მიაბოლებენ ხოლმე მერე. აი განსხვავებით ალკოჰოლისგან, რომელიც შევთანხმდით, რომ წამალია ზომიერად, იგივე არ შეიძლება ითქვას თამბაქოზე, რომელიც ცალსახად საწამლავია და მას არ აქვს ზომიერად მიღების დოზა და სიკეთეები ნებისმიერ შემთხვევაში მავნებელი არის. ალკოჰოლთან მიმართებაში ის აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას და გვერდით მოვლენებს, ანუ ბევრად მძიმედ გადააქვთ როგორც თრობის პერიოდი, ასევე შემდგომი გამოსახულების პერიოდი. მეორე დღეს უბრალოდ ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკი არის თამბაქო, ბევრი მიზეზის გამო. ბატონო დავით, ზოგიერთ მეცის ხომ რომ სანამ სუფრაზე მივა
ცოტა ხნით ადრე მაგარ სპირტია სასმელს ალექო ჩაუფინოთ ხოლმე ჩაუფინოთ ტერმინოლოგია ძალიან საინტერესოა კიდე გავახუროთ შველის რამეს ეს ჩაფენა თუ უფრო აუარესებს მდგომარეობას გაუარესებს კი არის მე არ გაუწევდი არავის რეკომენდაციას რომ ეს გააკეთონ უბრალოდ ისარგებლონ იმ სიკეთით რაც სუფრაზე აქვს თუმცა ამას აქვს თავისი მეცნიერული დასაბუთება 2-3 საათით ადრე მიღებული ძალიან მცირე დოზის ალკოჰოლი არა უმეტეს 1 ერთეულისა ასტიმულირებს იმ ნივთიერებას ალკოჰოლ დეჰიდროგენაზას, რომელიც შლის ალკოჰოლს. შესაბამისად, სუფრას ხვდებით სისხლში ალკოჰოლ დეჰიდროგენაზას მომატებული დოზით. ძალიან ხშირად დღეს ახალგაზრდები მით უმეტეს ცდილობენ რომ ალკოჰოლთან ერთად აურიონ, შეურიონ რაღაც კოქტეილი დაამზადონ მაღალ ენერგეტიკულ სასმელებთან ერთად. ეს არის სხვადასხვა სახელების და სახელწოდებების სასმელები, რაც უამრავი რაოდენობით არის ჩვენ ქვეყანაში. რამდენად მიზანშეწონილია? მე მაგალითად წამიკითხავს ეტიკეტებზე რომ კატეგორიულად აკრძალული არის ამ მაღალ ენერგეტიკული სასმელის და სპირტიანი სასმელის ერთმანეთში არევა და მიღება. თუ გაგიგიათ თქვენ ამის შესახებ და რა შეგვიძლია უთხრათ მაყურებელს? Ну, რა თქმა უნდა, მისი მიღება შეიძლება ოღონდ როგორც ალკოჰოლის ნარევის და მცირე რაოდენობის და არავითარ შემთხვევაში ენერგეტიკულ სასმელთან ერთად. ეს უკვე გარკვეული ერთგვარი ბინარული იარაღი იქნება, ისეთი, რომელსაც კატასტროფულად მაღალი რისკები აქვს და ნამდვილად არავის არ ურჩევდი ამის გაკეთებას. უბრალოდ, ნუ იქნებიან მაქსიმალისტები, ნუ მოინდომებენ ყველაფერს ერთად და ისე ამონონ იმითი, რაც აქვთ. ანუ ისიც და ისიც უბრალოდ არ შეიძლება. ენერგეტიკული სასმელის და არყის ერთმანეთში შერევა ძალიან სახიფათოა. და გოგოებს მინდა აქტიურად მიუთით, რომ ცელულით საჩეს. და ჩემი ცოლის დაქალებს ეხებათ ეს კიდე განსაკუთრებით. ვერაფრით ვერ დავაჯერე ისინი, რომ ამ ორი სასმელის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. დაიხსომე. ცელულიტის მაინც გეშინოდეთ. მოკლედ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ორგანიზმის შესაძლებლობებსაც გააჩნია ლიმიტი და ამ რესურს ახალწელს თუ ამოწურავთ, შემდეგ დღეებში გჭირდებათ დამერწმუნეთ და აღარ იქნება თქვენი მდგომარეობა კარგად. სვით ზომიერად, შეურევთ სხვადასხვა სასმელს ერთმანეთს, მიაყოლეთ საკვები, დალევთ მშიერ კუჭზე, მაინც არ არის კარგი და მალე დათვრებით თან, არ გირჩევთ და გენით ისე რომ ახალი წლის დღეები და ჩვეულებრივი სასიამოვნო დროის გატარება არ გადაგექცეთ ღამის კოშმარად, რომელიც მეორე დღესაც საკმაოდ ბნელ კოშმარად გრძელდება. თავის ტკივილი გულძმარვა, თავბრუს ხვევა, არაფრის კეთების სურვილი, ზიზღის შეგრძნება, სასმელის გახსენებისას გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ნაბახუსევზე, ანუ ალკოჰოლური გამოზარხოშების სინდრომზე ვისაუბრებთ. მაგას სახალხო ენაზე და ყველასთვის გასაგებად პახმელია ქვია. ვიცი რომ რუსული სიტყვა, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, მასა ეძახის ესე. პახმელიაზე ვარ ბატონო. მე რუსულზე მეტად ინგლისური ანალოგი მომწონს თარგმანი ჰენგოვერი. ფილმის გადიოდა ხო გახსოვთ და თარგმანში ეს ნიშნავს გადაფენილს, ანუ ტილოსავით გადაკიდებულს. ჩინურად იცით როგორ არის პახმელი? როგორ? სუზუი. სუზუი? ნიშნავს სიმთვრალეში ჩარჩენილს. ბიჭო, შენ ცუდი სუზუი გაქვს ხო? კარგად ჟღერს. საშინელი სუზუი. თქვენ ხომ არ იცით ბატონო დავით რომელიმე ენაზე საინტერესო ტერმინები პახმელიასთან დაკავშირებით? ბევრი ტერმინი არის, ერთი რომელიც დამახსოვრდა ფრანგული ჟემალალაშვო, ანუ თმები მტკივა. რა ცუდად არის დაარქვა, რა ცუდად იყო უბრალოდ. თმები რო გტკივა. ხათ ეხა ბოლო რა არის ეს ეგრეთ წოდებული პახმელია, ჰენგოვერი, სუზუი და მაგას ვერ გავიმეორებ. დავით დამავიწყდა. ეგრეთ წოდებული თმის ტკივილი. ეს არის მდგომარეობა ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემდგომ, ანუ მეორე დღეს, როდესაც ალკოჰოლის რაოდენობა სისხლში იკლებს და უახლოვდება ნულს. მოდით ახლა წარმოვიდგინოთ, რომ დალევის მეორე დღეა. მაგას რა წარმოდგენა უნდა ზუსტად? მეორე რა, მეოთხე დღეა. მოდით ახლა მაინც გადაცემაში ვართ და წარმოვიდგინოთ ახლა რომ დალევის მეორე დღეა. ხო და ამ დროს როგორც წესი ადამიანში მიძინებული სამი ძალიან აგრესიული ვეშაპი იღვიძებს. საინტერესოა როგორია ეს სამი ვეშაპი. მოდით ეკრანს შეხედეთ. აი ესეთია ზუსტად ის სამი ვეშაპი. ვიცამი, ესენი არიან. ესენი ხო გულას. აი სულ ჩვენიანი ვეშაპები, რომელიც ამ დღეებში გაუთავებლად ვერ გაუშვით სამოგზაურო ზღვაში. მოკლედ, პირველი ეს არის პრობლემები სისხლის მიმოქცევის სისტემაში, მეორე ეს არის პრობლემები საჭმლის მომნელობელ სისტემაში და ეს არის ყველაზე მძიმე ნერვული სისტემის აშლილობა. დავიწყოთ სისხლის მიმოქცევით. ბატონ დავით, მოკლედ შეიძლება გითხარით, რა ხდება ჩვენი სისხლის მიმოქცევის სისტემაში ნაბახუსებზე? რა გვაქვს შედეგი? გვაქვს სტრესული ცირკულაცია, ანუ აჩქარებული გულისცემა, შევიწროებული სიზარღვები ყველგან გარდა სამი სისტემისა. ბევრი სისხლი მიდის თავში და თავის ტკივილის მიზეზი ეს არის და არა პირიქით სპაზმი, როგორც ხშირად გონიათ ხოლმე. ბევრი სისხლი მიდის გულში და ბევრი სისხლი მიდის ფილტვებში. ყველა სხვა ორგანოში მიდის ძალიან ცოტა.
შესაბამისად მომატებული არის გულისკუნთის მოთხოვნა ჟანგბადზე, რაც უფრო ჩქარა იკუმშება, მით მეტი ჟანგბადი ჭირდება და ესეთ შემთხვევაში თუ ვინმეს აქვს მაღალი რისკი, სამწუხარო სტატისტიკა არის, რომ ნაბახუსებზე ხშირდება მიოკარდიუმის გულისკუნთის ინფარქტი. აი ესეთი საკმაოდ მძიმე და რთულად გადასატანი არის ეს პირველი ბლოკი გულსიძარღვთა სისტემის მდგომარეობა. ეხლა მეორე ვეშაპი გავიცნოთ, უფრო ახლოს ეს არის საჭმლის მომნელებელი სისტემა. თუ რა ხდება მაგ დროს კუჭნაწლავის პრობლემები, რატო არის? მაგ დროს გვაქვს საშინელი გულძმარვა, ან გულისრევის შეგრძნება, უსიამოვნო გემმოპირში. ბატონო დავით, რა მექანიზმი არის ეს ყველაფერი და რა ხდება ამ დროს ჩვენ კუჭში, კუჭნაწლავში? წინა დღეს როგორც წესი ხდება დიდი ხნის განმავლობაში 4-5 საათის საშუალოდ, როგორც გრძელდება სუფრა, განუწყვეტელი მიღება საკვების. კუჭი არ არის ამისთვის მზად და უჭირს სამსაკვების მონელება. დაქვეითებული არის კუჭის გადანაცვლების ფუნქცია, ანუ ეს საკვები რო გადაიტანოს შემდგომ სართულებზე, ასე ვთქვათ. ალკოჰოლი იწვევს კუჭის წვენის გამოყოფის გაძლიერებას, ანუ გვაქვს გაჩერებული საკვები, რომელსაც საათების განმავლობაში ესხმებოდა დიდი რაოდენობით კუჭის წვენი. შესაბამისად დილით გვაქვს მდგომარეობა, როდესაც კუჭის ლორწოვანი გარსი არის ანთება, გაღიზიანებული გასტრიტი და საყლაპავით ფაქტიურად დამწვარია მჟავისგან და წინა დღეს მიღებული საკვები, რომელიც ვერ იქნა მონელებული სწორად, უბრალოდ გაირეცხა, ასე ვთქვათ, კუჭის ჭარბი წვენით, გვხდება ესეთი ლორწოვანი გუნდის სახით, რომელიც აი გაჟღენთილი არის ტოქსინებით და ნახევარდაშლის პროდუქტებით. გაუზმა დავით აი ამას. კი, სხვა შორის დამჭირებელია ხოლმე პაციენტებისთვის ამორეცხვა კუჭის და ნუ აი ესეთი მედუზას გავს და რომელიც არის ნუ აი მოაშორე აქედან საკვებს საერთოდ აღარ გავს ის და რაღაცა გაურკვეველი მასაა ასე ეს არის ტოქსინებით გაჟღენთილი აი ესეთი გუნდა რომელიც იწვევს ამ გულისრევის შეგრძნებას სავსე კუჭით არ უნდა დაიძინო რა სუფრიდან საწოლში არ უნდა გადაინაცვლო ეგრევე. უნდა იმდენი ძალა შექონდეს შერჩეული, 1-2 საათი გაისეირნო მინიმუმ არ დაიძინო. მაინც საწოლის გარშე. ნუ, ხელების დახმარებით მაინც შეგეძლოს თუ ფლატ ფეხზე, მაგრამ ხარად ვერ დგახარ, აი ესე რა გადააძინო. და მესამე ვეშაპის დრო დადგა, მე მგონი უკვე ესეც არანაკლებ საშიში ვეშაპია, ეს გახლავთ ნერვული სისტემის ვეშაპი, ეს საკმაოდ უცნაური რამ არის, როდესაც დალევის მეორე დღეს პირველივე რასაც გრძნობ ეს არის ფორიაკი და საშილად მაწუხებს სინდისი. რატომ მოვიქეცი ესე? თქვენ გაქვთ ესეთი? აუ, დათო მაგაზე პირდაპირ გიპასუხოს, რომ მაქვს არ ქვია მაგას. აი ამ სამი ჩამოთვლილი ვეშაპიდან, ხო, მესამე ვეშაპი ეს არის ნერვული სისტემის მძიმე აშლილობა, ზუსტად ეგ მაწუხებს ყველაზე ძალიან. მეც მაგ ვეშაპს ვერ მოუხერხე ვერაფერი. ეს არის კატასტროფა. ეს არის უმძიმე ცხოვრება, არ მინდა აფერი, არ მინდა ადგომა, არ მინდა აი საშინელებაა. მე მილხინს თქო, ახლა რო გითხრათ პახმელიაზე არ დამიჯერებთ, მაგრამ აი შფოთი ვეშაპი გაწუხებს. საკუთრებით აუტანელია ეს ყველაფერი თუ სამუშაო დღეს ხდება ეს ყველაფერი. აი ორ შაბათს თუ სამსახურში უნდა წახვიდე და ბევრი საქმე გელოდება და ეს სამი ვეშაპი სხვადასხვა მხარეს კბენენ და გლეჯენ. ბატონ და თქვენ რომელი ვეშაპი გაწუხეთ ყველაზე მეტად? მე უფრო მეორე სხვათა შორის საჭმლის მომნელებელი. ანუ მედუზა. კი. ასე განსხვავდება ყველა ინდივიდის მეორე დღე და მესამე თუ მეოთხე დღე იმ დროს, როდესაც ჩვენ ისე მოიქცევით, როგორც ვიქცევით ხოლმე. ხო და პახმელიაზე ყველამ თავის ვეშაპს მიხედოს რა. და ვასწავლეთ ახლა როგორ მივხედოთ ამ ვეშაპებს. ბატონ დავით, აი ამ ფსიქიკური აშლილობის დროს რაც მე მემართება ხოლმე და ახლობით რომ აუხსნათ მაყურებელს, რა პროცესი შეიძლება მიდიოდეს ალკოჰოლისგან გამოწვეული ჩვენს ორგანიზმში? პირველი ის რომ ირღვევა ძილის ფაზა. შეიძლება რამოდენიმე საათი ეძინოს ადამიანს, მაგრამ ამოვარდნილი აქვს სწრაფი ძილის ბეტა ფაზა, რომლის დროსაც ადამიანი ისვენებს. აი ხშირად არის რომ აი დავხუჭე თვალი გავაღე, უკვე დილა იყოს. სწრაფი ძილის დროს ხედავენ სიზმარს და ამ დროს ისვენებს ორგანიზმი. ძილის ციკლურობა დარღვეულია ალკოჰოლის ჭარბი მიღების მერე და დილით აი დაღლილი იღვიძებს ადამიანი. მეორე არის ის რომ შუალედური პროდუქტები ალკოჰოლის დაშლის იწვევს სხვადასხვა ბიოქიმიურ ცვლილებებს. ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. ერთი რომ გაზრდილი არის სიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსი, რაც გამოიხატება ფორიაკში, ასე ვთქვათ, და ასევე იცვლება დოპამინის ციკლი, რომელიც იწვევს აუხსნელ სინდისის ქენჯნის შეგრძნებას. აი საერთოდ იდეალურად რომ მოიქცეს ადამიანი წინასაღამოს, მაინც აქვს ეს შეგრძნება. ამ ტრიადით ჩვენი ორგანიზმი ერთგვარად დელიკატურად, მაგრამ ძალიან დაჟინებით გვეუბნება, რომ აღარ მოიქცე ასე.
მეტი აღარ ქნა ეს. მე დღეს დილითაც თქვი თქვენ ბავშვებს ახსოვთ ესეთი რამე რა, სახში მამა გუშინ ზომბი მოხვედი, ეს იყო ზომბი ვარ, მე როცა მივდივარ და მეორე დღეს ვარ ისე დრეში რაც Facebook-ზე რო უცნაური ფოტოები გვხვდება. ხო. ჰენგოვერი არის ქართული ვერსიები. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ მინისტრისგან ალკოჰოლური გამოზარხოშებისათვის აუცილებელ რჩევებს მიიღებთ. რომელი საკვები და სასმელი დაგეხმარებათ ნაბახუსევის მძიმე შედეგების დამარცხებაში? ალკოჰოლური გამოზარხოშების მასტერკლასი მინისტრისგან. ზოგი მიმართავს ამ მეთოდს და ფიქრობს, რომ ეს კარგია, თუმცა უნდა გვახსოვდეს ორი მნიშვნელოვანი რამ. ნახეთ რეკლამის შემდეგ. ექიმები კვლავ ეთერშია, გილოცავთ ახალ 2015 წელს. მოკლედ ვეშაპების შესახებ გავიგეთ ბევრი რამე, ამ მძიმე დღეების მერე ბევრი გაღვიძებული ვეშაპია ალბათ აქ ჩვენ სტუდიაშიც. რამდენიმე ვეშაპს ვამჩნევ მე აქ. ისა ყველას თავისებური მეთოდი აქვს ამ ვეშაპებთან ბრძოლის. მე მგონი ყველაზე გავრცელებული მეთოდი კოფეინის მიღებაა. მე მაგალითად გამიგე რომ ნაბახუსებზე აუცილებლად უნდა დალევთ მუქი ჩაი ან ყავა. მოდი დარბაზს ვკითხოთ. მოიმარჯვეთ თქვენი ნიშნულები და გითხარით. მითია თუ რეალობა რომ ყავა აფხიზლებს ალკოჰოლისგან? დარბაზის უმრავლესობა თვლის რომ ეს რეალობაა. სინამდვილეში კი ეს მითია. ასე რომ ეს დარბაზი მარცხდება. ეს ყველა ვეშაპია ამ დარბაზში. 5 ლიტრო ვინოს რო დალევენ და ერთი ყავა თურქული უშაქროთ. მოდით ბატონ დავის გითხოთ. ამის შესახებ გითხარით თუ შეიძლება რატომ არის მითი რომ კოფეინის მიღება ალკოჰოლის ლური თრობისგან გვაფხიზლებს? კოფეინი და ალკოჰოლი არიან ანტაგონისტები, ერთმანეთის მოქმედებას ამცირებენ. შესაბამისად, თრობის ხარისხი შეიძლება კოფეინაში შეამციროს, თუმცა მისი რეალური ეფექტი არც კი იგრძნობა. რაც შეეხება ნაბახუსებზე, ანუ იმდენ ყავას ვერ დავლევთ, რამე ღვინოსაც ვცოვთ, ხო? დიახ. რაც შეეხება ნაბახუსებზე, იქ ჩვენ უკვე ალკოჰოლთან საქმე აღარ გვაქვს, არამედ მის ნახევარდაშლის პროდუქტებთან და აი იმ სამ ვეშაპთან, რომელსაც კოფეინი უბრალოდ ვერაფერს ვერ უზამს და მავნებელიც არის, იმიტომ რომ აძლიერებს ისევ სითხის დაკარგვას იწვევს და ისევ გულისცემის გახშირებას და სიმპათიკუს გახშირებას, ასე რომ არამს თუ აზრი არ აქვს, მავნებელიც არის. საინტერესოა დარბაზსაც ვკითხოთ. კიდე რა მეთოდები იცით ნაბახუსებთან საბრძოლველად? მოგესალმებით ყველას. მინდა მოგილოცოთ ახალი 2015 წელი. თქვენც გილოცავთ? შეიძლება თუ არა და არის თუ არა მიზანშეწონილი იმ დროს, როდესაც ძლიერი თავის ტკივილი მაწუხებს ტკივილგამაყუჩებელის მიღება. ნუ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ინდივიდუალური არის ყველაფერი, თუმცა ნაბახუსევის სინდრომში პრობლემა არის ბევრი სისხლის ნაკადი თავის მიმართულებით, რაც ქმნის ტკივილს. ტკივილგამაყუჩებელი არაეფექტური არის ასეთ შემთხვევაში. შეიძლება ზოგისთვის ინდივიდუალურად იყოს მისაღები, მაგრამ აი უნდა ავწონ-დავწონოთ რისკები. თავის ტკივილი შეიძლება შეამციროს ტკივილგამაყუჩებელმა, მაგრამ მისი გვერდითი მოვლენა, კუჭნაწლავზე გამაღიზიანებელი მოქმედება კიდევ უფრო დაამძიმებს მეორე ვეშაპს პირობითად. ანუ თავის ტკივილი შეიძლება ცოტა წაეშველოს, მაგრამ სამაგეროდ კუჭი აქტივდება. ანუ გავიგეთ, რომ ტკივილგამაყუჩებელი არ არის უნივერსალური მეთოდი ნაბახუსევზე თავის ტკივილის მოსახსნელად. საინტერესოა კიდევ რა მეთოდები არსებობს. აბა კიდევ დარბაზში აი კიდევ არის ერთი ადამიანი მსურველი გვეტყვის თავის სამი ვეშაპი ყავს დღეს მოყვანილი. ესე იგი, ვეშაპებს რაც შეეხება, ესე ტრადიციული მეთოდებია, რომელსაც ვიყენებთ მე და ჩემი მეგობრები, ეს არის აბაზანა, ცხელი, ანუ დუში და რა თქმა უნდა, გამაგრილებელი გაზიანი სასმელები უფრო რა. გადარჩენილია ეს არის. ბატონ დავით, ესეთი შეკითხვა, ანუ არის რამდენად მართალია ეს გაზიანი სასმელების გამოყენება და აბაზანის გამოყენებაც რა, ეს ძალიან მაინტერესებს. გაზიან სასმელს რაც შეეხება მას ღებულობენ, იმიტომ რომ ამ დროს წყურვილი ძლიერი შეგრძნება არის და გაზიანი სასმელი სუბიექტურად უფრო აკმაყოფილებს. თუმცა ძალიან მაღალი რისკია და გაზიანი სასმელის დალევა არ ღირს ცალსახად. მინერალური კარგია, ოღონდ გაზგასული, იმიტომ რომ გაზიანი სასმელი კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს ძლიერად. ანუ სუბიექტური კომფორტი გიჩდება, მაგრამ სამაგიეროდ კუჭნაწლავს ტვირთა უკიდურესად. ასე რომ მე არ გირჩევდით ამის გაკეთებას. რაც შეეხება
ეხება ცხელი შხაპის მიღებას, ახალგაზრდებს და ფიზიკურ კარგ კონდიციაში მყოფებს შეუძლიათ ეს გემოვნების საკითხია, თუმცა ზოგადად არანაირი დამატებითი სტრესი ნაბახუზებზე არ შეიძლება უბრალოდ, იმიტომ რომ უკვე ზედაზღვარზე არის ყველა სასიცოცხლო ფუნქცია, გახშირებული გულისცემა, რასაც ცხელი აბაზანა კიდევ უფრო გაზრდის და ის, ვისაც რისკები აქვს გულსიზარდვა სისტემის მხრივ, შეიძლება ეს ცუდი შედეგით დამთავრდეს ამ შემთხვევაში. კი, სექსიც არ ვარგა სხვათა შორის მაგ დროს პახმელიაზე რომ ასე რომ ფრთხილად იყავით. კი, მაგ დროს არ ვარგა და ისვენეთ და მე რეგანები. ეს შემთხვევა ხო არ არის, როცა ახალგაზრდებს შეუძლიათ. არა, ეს არც ერთ შემთხვევაში არ ვარგა. არც ერთ შემთხვევაში ასე რომ ჯობია ფრთხილად იყავით, გამოდით ნაბახუსებიდან და უფრო მეტად ისი ამოვნებთ. კიდევ მე მაქვს ესეთი შეკითხვა, ალკოჰოლის მიღება მეორე დღეს რაღაცა დოზით, როცა ჩვენ სიამოვნებს ეს, რა მექანიზმი ერთვება ამ დროს? იმით რომ 100 გრამს ჩააყავენ ხოლმე და ისე გადიან სახლიდან იმაზე გეკითხებით. გასაგებია, მეც არა ვარ უცხო ამ სფეროში დამერწმუნდეთ, მაგრამ ამისი გაკეთება ისევ მინდა დავიწყო ამით, რომ ყველაფერი არის ინდივიდუალური. ზოგი მიმართავს ამ მეთოდს და ფიქრობს, რომ ეს კარგია, თუმცა უნდა გვახსოვდეს ორი მნიშვნელოვანი რამ. ვინც უკვე დამოკიდებული ხდება, ანუ ერთი სული აქვს, რომ ნაბახუსებზე თუნდაც ცოტა დალიოს, შეუძლია ამისი გაკეთება, მაგრამ ცალსახად გაცნობიერებული უნდა ქონდეს, რომ ის უკვე ალკოჰოლზეა დამოკიდებული, ანუ ალკოჰოლიკია. მეორე ის, რომ ალკოჰოლის თუნდაც მცირე დოზით მიღებით, ჩვენ ამ ჩამოთვლილი სამი ჯგუფის პრობლემიდან მხოლოდ ერთზე ვახდენთ ზემოქმედებას ნერვულ სისტემაზე. ალკოჰოლი ძალიან სწრაფად ხსნის ფორი აქვს, უძლიერესი ანტიდეპრესანტი არის ალკოჰოლი და უბრალოდ აი ვიქნით გარს, რომ ვითომ შეგვიქმნა კომფორტი. ილუზიაში. რეალურად პირველ ორ პრობლემას, გულსიზარდვა სისტემას და კუჭდანსლავის სისტემას ალკოჰოლის მიღება აუარესებს ამ მდგომარეობას. უბრალოდ ჩვენ გონია, რომ კარგად გავხდით. იმიტომ რომ იმოქმედა ნერვულ სისტემაზე, მოხსნა ფორი აქ. მოდი გადავიდეთ მაშინ ვასწავლოთ ხალხს სითხის აღდგენა როგორ უნდა შეძლონ გარდა იმის რომ სითხეები უნდა მიიღონ და მე მინდა მივიყვანო საზოგადოება აი იმ სამეფო ადგილზე და იმ ჭეშმარიტებამდე, რასაც თქვია ნაბახუსევიდან ეგრეთ წოდებული სუზუის გადაგდებისთვის. სხვა შორის მე მგონი ჩინელებიც იყენებენ ამას და მთელი მსოფლიო იყენებს ზოგადად. მე მინდა ძალიან გამოვაჩინო და გითხრათ ეს არის ნაბახუსევის უებარი წამალი ხაში ჯერ ხაშს დაუკარით დაში მოკლედ ეს ნამდვილად არ არის მითი რომ ხაში ძალიან კარგია მაინტერესებს ბატონო დავით აი იგივე კალიბრის საკვები ასე ვთქვათ თუ არსებობს სხვა საკვები რომელიც შეგვიძლია რეკომენდაცია გაუწიოთ ახმელიაზე. კი, ხაში სხვა შორის ძალიან საინტერესო და არა მარტივი პროდუქტი არის, ძალიან ესეთ მნიშვნელოვანი შემადგენლობა აქვს. ძირითადი პარამეტრები, ასე ვთქვათ, ხაშის არის რა, რომ არის ცხელი კოლოიდური სითხე, რომელიც ძალიან კარგად შედის ურთიერთქმედებაში იმ კუჭში არსებულ ლორწოსთან, აკეთებს მის შთანთქმას და აადვილებს მის გადადევნას. აბხლა ნერწყვი გადავყავ ხაშის სენებას. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის რომ ხაშში არის ამიჟავა გლიცინი, რომელიც ცალკე წამლათაც გამოიყენება და მიიღებენ სწორედ ხრტილოვანი ქსოვილებისგან. ეს არის ხრტილოვანი ნახარში და ეს გლიცინი არის აი ესეთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელიც სწრაფად აყუჩებს თავის ტკივილს, აქვეითებს ფორიაქს და სწორედ ამის ფარმაკოლოგიაში ამისთვის გამოიყენება ფორიაქის მოსახსნელად და თავის ტკივილის მოსახსნელად. აქ ეს ბუნებრივი გზით გვაქვს. შემდეგ ის რომ შედის ნიორი, რომელსაც ასევე სედაციური დამაწყნარებელი მოქმედება აქვს და გარდა ამისა ძლიერად ასტიმულირებს კუჭდანსლავის სისტემას და ეს შეჩერებული ტოქსინები უკვე ჩაერთვებიან ჩვეულებრივ პროცესში. აი ზუსტად ამიტომ ვამბობდი რომ ხაში არის მეფე ჭეშმარიტება, ანუ ჭეშმარიტი გზა, ჭეშმარიტება ხაშია, როდესაც პახმელიაზე ხარ და ბატონ დავით, მე მაქვს ერთი შეკითხვა და მე უნდა ძალიან კარგი შემოთავაზება გავაკეთო თქვენთან. აი იმ სითხეზე რა სიტყვით, სახელს არ ვამბობ. ხოლოდ ერთი ერთეული ცალსახად და კატეგორიულად. თანახმავარ და თქვენ თუ ხართ თანახმა, ხვალდილას ერთად წავიდეთ ამ სამეფო ადგილზე. თითო ერთეული. თითო ერთეული. მივულოცოთ ერთმანეთს ახალი. ძალიან კარგი იქნება, გადასასწრაფო.
რახან ჩვენ ესე კომპლექსურად განვიხილავთ ნაბახუსებს, ესე იგი ხაშს აქვს ძალიან დადებითი მოქმედება მეორე და მესამე ჯგუფზე, კუჭნაწლავზე და ნერვულ სისტემაზე, მაგრამ მისი სითხის რაოდენობა ცალსახად არ არის საკმარისი, რომ აღადგინოს ის დანაკარგი. ამიტომ დამატებით ჩვენ ამ შემთხვევაშიც კი გვჭირდება სითხეების მიღება. არავითარ შემთხვევაში გაზიანი ძალიან პრინციპულია, რომ სითხის მიღება მოხდეს არა დიდი ულუფებით, რადგანაც დიდი ულუფის კუჭში მოხვედრა ისედაც ცოტა სისხლს პირობითად გადაანაწილებს კუჭისკენ, რაღაც ჩამოვარდა და ბევრი სისხლი მიდის და ამძიმებს სუბიექტურ მდგომარეობას. ამიტომ ნელ-ნელა ყლუპ-ყლუპად დიდი ხნის განმავლობაში დალევა წყლის. წყლის დანაკარგის გარდა აღსადგენი არის მინერალები, რომელსაც ბევრს კარგავთ, კალიუმი და მაგნიუმი არის ძირითადად. და წყლის მიღებაში ხელს უშლის ნაბახუსებზე ძლიერი გულისრევის შეგრძნება. ამიტომ მიღებული არის ბევრი ქვეყნის ტრადიციაში არის, რომ ამ დროს ძალიან ცოტას ალბათ ნახევარჭიქას სვამე ხოლმე მწნილის ხსნარს, რაშიც მწნილდება და ითვლება, რომ კომბოსტოს მწნილის წვენი არის, რომელიც ძალიან სწრაფად ხსნის გულისრევის შეგრძნებას. მოგვიანებით სტადიაზე ცოტათი ეხმარება მინერალების აღდგენაში, მაგრამ საშუალებას გვაძლევს, რომ მე წყალი დავლიოთ. ანუ ეს ესეთი მიღებულია, ოღონდ ძალიან ცოტა, ნახევარი ჭიქა ალბათ. მე ვიცდია და ძალიან საინტერესო და იწვალო. რო წინა დღეს ეს სკეიპი შეირგო მეორე დღე. რამდენიმე საათი გართობა გიждდება იმათ, რომ მთელი დღე ცუდად აღარ და წნილის წვენი უნდა დალიო, ხაში დიური დაყავლებულმა უნდა იარო და მთელი დღე წყალი წურყო. გაზი გაუყვანო იმას. ძალიან გთხოვთ, მეორე დღესაც თავისი ეფექტი ხიბლი და თქვა ინტერესი აქვს. გეთანხმები აბსოლუტურად, აი რომ ამბობენ ხოლმე რომ როგორ უნდა ვებრძოლოთ იმას ნაბახუსებს. არაფერი არ უნდა ებრძოლო, ეს წინასწარ წაგებული ბრძოლა არის, უნდა შეეგუო იმას, რომ ხარ ნაბახუსები და რაღაცნაირად უნდა გაიადვილო მდგომარეობა. შეგიძლია დილით ხაში მიირთვა ის ერთ-ერთი ულიც მიაყოლო ცოტა ხანი წაუძინო გაისეირნო სუფთა ჰაერზე ხო ცოტა დეპრესიული რახან შეგიძლია რაღაც კაი წიგნი წაიკითხო ან ფილმს უყურო და ნუ საღამოს კიდე ერთი ერთეული შეგიძლია მიიღო და დაიძინო ტკბილად კიდე რამე ბოლოს ჩევს ხوار დაგვიმატებდით საიდუმლოს შევინახავ და თქვენი წინადადებით ვისარგებლებ და ხვალდილით გაგიზიარებთ ძალიან დიდი მადლობა ამ უმწვავრავი ინფორმაციისთვის ბატონო დავით ყველაფერი გავიგეთ ალკოჰოლის ჭარმოხმარებაზე და ვეშაპებზე გავიგეთ ყველაფერი როგორ უნდა ვებრძოლოთ მათ იმედია ეს რჩევები თქვენს გამოზარხოშებასაც წაეშველება ასე ვთქვათ და სასიამოვნო გახდება ეს ძიმე დღეების შემდგომი პერიოდი. მაშასე გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ნაბახუსებზე ვისაუბრეთ, ასევე მივიღეთ რჩევები მინისტრისაგან და დავამსხვრეთ რამდენიმე მითი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით, რომ იყავით ჩვენი გადაცემის მეკვლე და ნაბახუსებზე მყოფთა ნუგეში. წარმატებულ წელს გისურვებთ თქვენს და ჩვენს და მთელ საქართველოსაც და მაყურებელსაც.